გამეშვია. ეს რა ადგილია? ბატონო ერდალ. ეს ყველაფერი რასაჭირო იყო. დაგეძახათ და მოვიდოდი. გოჩუმდი ქორხან. საქონელი სად არის? ადვოკატი მოვიდა, მაგრამ რაღაცა უნდა გითხრა. რა საიდუმლოებელია ძმაო, რა შეიფიქრე? არა ძვირფასო, ქორხანთან კავშირი არ აქვს. ის არის რაც უკვე დიდი ხანი უნდა გამეკეთებინა. რა, თავისუფლდები ძმაო, ეს რას ნიშნავს? აგიხსნი, წამოდი. მართლა რაც გთხოვ ვიყიდე? კი, ვიყიდე. ნევას ოთახში დავდე. კარგი მაგარია. ქალბატონო ადვოკატი კეთილი იყოს. გამარჯობა, მადლობა. დოკუმენტების მომზადება მოახერხეთ? მოვამზადე, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა გკითხოთ. ამ გადაწყვეტილებაში დარწმუნებული ხართ? რადგან უკან დასახევი გზა არაა. დარწმუნებული ვარ. კარგი. ვერავინ მომპარავს. ვერავინ. გასაგებია? თხოვთ ბატონო ერდალ, გაურკვევლობა მოხდა. ნუ თუ თქვენ საქონელს მოვიპარა, ნუ თუ გიღალატებთ. აბა სად არის საქონელი? დათმულ ადგილას რატომ არ მივიდა? ნარკოტიკები მარცვლეულის ჩასატვირთ საწყობშია. ადამიანს, რომლის ადვირთვებიც უნდა წავიყვანოს, მახყავს. ალფ ქარჰავნი. გადაზიდვას ხელი შეუშალა. არა, მასთან დაკავშირებული პრობლემების გამო საქმის გადადება დაგჭირდა, მაგრამ საქონელი უსაფრთხოდ არის. დარწმუნებული როგორ ხარ? საქმეს ვეღარ აკონტროლებ ქორხან. შიგნით ხალხი მეც მყავს ბატონო ერდალ. 24 საათის საქონელს უთვალთვალებენ. საწყობში ჩვენც შევალთ, მაგრამ ეს მათი საწყობია, ვერ გავრისკავთ, რომ ნარკოტიკები იპოვონ. ყველაფერი გააფუჭე ქორხან. უკვე მეორედ მიღალატე. არ გინდა ბატონო ერდალ. ყველაფერს მოკლე დროში მოვაგვარებ, ნარკოტიკებს მოვიდან. დაიგვიანე. შენი ბოლო შანსია ქორხან. საქონელი ადგილზე უნდა მქონდეს. გასაგებია? თუ საჭირო იქნება თავს საფრთხეშიც ჩაიგდებ, მაგრამ საქონელი უნდა მოვიდეს. არ ინერვიულობ ბატონო ერდალ. დღეს ამ საქმეს მოვეგვარებ. მისმენე ქორხან. მეორედ იქ ტყვია იქნება. დარწმუნებული იყავი, რომ არ დაგინდობ. ბატონო ერდალ. არ ინერვიულობ. რა ხდება? როგორც ჩანს ვერ გაიგეთ, გამიშვი. ბატონო ერდალ. როგორც ჩანს ვერ გამიგეთ, გამიშვი. ძმაო, საერთოდ გაგიჟდი. იმას, რასაც აკეთებ, გონერული ახსნა არ აქვს. პირიქით, ძმაო, სწორად მომიკეცი. ეს რომ არ მექნა, საკუთარი მხოლოდ ჩემი კუთვნილება არ მექნებოდა. მამამ მაიძულა. ბიჭურობა. თუ ყველა არ გიპოვოთ დარდა გამთავროთ.
ჩემი სახელი ქორხანათეში არ იყოს. ნევა. რა მოხდა? მარტო მოხედი. ალბათ ხაიალის დარწმუნება ვერ მოახერხე. მოსვლა არ მოუნდა. არ დავიჟინე. ცოტა დრო კიდევ სჭირდება. ნაწყენია, სრულებით მართალია. ნევა, მე ყველაფერს გავაკეთებ, რაც კი შემიძლია, რომ ეს სიტუაცია გავამარტივა. ხაიალის გულს ისე მოვიგებ. რა გენით, საყიდლებზე იყავით? დიახ, სკოლაზე ისეთი აღელვებულია, რომ ყველაფერი ორ-ორი იყიდა. მართლა? კიდევ ერთხელ მადლობა, რომ სკოლის საქმე მოაგვარეთ. არაფრის. საღამოს რთული გამოცდა გველოდება, ხომ მზად ხარ? შეიძლება არ წამოვიდე. ნევა, როგორც ცოლ ქმარს ისე დაგვიძახეს. თანაც უფრო შენი ნახვა უნდათ და არა ჩემი, შენი გაცნობა უნდათ. მაგრამ ბატონო ალფი, უკეთესი იქნება თუ ამას თქმას მიეჩვევი. რადგან ამ საღამოს ბატონი ალფი რომ დამიზახო დავიღუპებით. ისე ვქონებით მოგმართავთ, საღამოს წამომწდება და გასაგები იქნება, რომ ფიქტიური ქორწინებაა. თუ გინდა ფიქტიურს უნდა დაუძახებ, ხელშეკრულებით ვთქვათ. ასე რომ მოდუნდი. როგორიც ხარ, ისეთი იყავი. ფიქრობ გაუმკლავდები, უკვე ერთმანეთს ვიცნობთ. თუ შეგვიკითხებიან, საერთო ისტორია გვაქვს. მოკლედ სანერვიულო არაფერი არ არის. სულიერად მშვიდად ვერ ვარ. ნევა, ეს ვახშამი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოხარული ვიქნები თუ კომპანიონობას გამიწევ. კარგი. შვენიერია. ეს რაღაც გიყიდა. შენს ოთახშია. გამეხარდება თუ მიიღებ. დარწმუნებული ვარ ძალიან მოგიხდება. ჩემთვის შეიცმე. ძმაო, ძალიან ჩქარობ. კარგად მოგეფიქრებინა. ვიფიქრე, ძმაო, ვიფიქრე. ძალიან ბევრი ვიფიქრე. სანამ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდი. კარგი. ნევა.
რა ლამაზი ხარ. მადლობა ბატონო ბერგ. ძალიან გიხდება. ამბობ რომ ჯერ შემეჩაიცვი და უმესთვის მზად ხარ. ასე არ გინდათ ბატონო ბერგ. ისედაც მუცელი მტკიდება, როცა ამაზე ვფიქრობ. გინდა რაღაც გითხრა. ქალბატონი თურქენი პოლადის კაკალი და ახლა შენი დედამთილია. ქალბატონო რძალო. ყველაფრისთვის მზად იყავი პირდაპირ გეუბნები. ბიჭო გოგოს ნუ მაშინა. რა მნიშვნელობა აქვს შეშინდება თუ არა სიმართლეა. გეუბნები მზად იყავი. მე ვახთ ხომ აბადია. დადგა და დაგვრცენის. იცინე, შენ შემოხედავთ როცა ეს დღე დადგება. რა დღე დადგება? კარგი, როცა დადგება ნახავ. მე რაღაცას გეტყვი. ხომიცი ეს ბიჭი ცოტა დაძაბულია. მიხედე თორემ რაღაცას ჩაიდენს. გააკონტროლე. კარგი? Kontrolü sen elinde tut, tamam mı? Gidelim mi? წავედით. Afiyet olsun. გემრიელად მერტვით. მადლობა. ჰაიალ როგორ არ წვენია შენთვის მოამზადე. შენი საყვარელი ყაბაყის ბლინებია, არც კი გაგისინჯავს. არ შევჭამი ამორ. დანაყრებული ვარ. გასაგებია. როგორც ჩანს, ვიღაცას დედა მოენატრა. ცოტა მომენატრა იამორ. დიახ. საყვარელო მაშინ რატომ ჯიუტობ? შენ მოწყენილი ხარ, დედა იქ მოწყენილია. ჯიუტობა შეეშვი და ეწყენა დასრულდეს, არა? მისმინე ძვირფასო. დედამ რაც არ უნდა გააკეთოს, ყველაფერს შენს გამოაკეთებს. შენთვის უარს საკუთარ თავზე ციტყვეს. რადგან ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, ესე იგი რაღაც იცის. დღეს დედამ ოთახში რა გითხრა? მითხრა რომ არაფერი შეიცვლება. არაფერი შეიცვლება. მაინც მისი ერთადერთი იქნები, არ ინერვიულო. იამორ. შეგიძლია ჩემს ანგელოსთან წამიყვანა. წაგიყვან რა თქმა უნდა. მიდი ადექი. ადექი, წამოდი. გავიქცეთ. ნუ გეშინია, ბავშვამდე არ შეგჭამენ. დარწმუნებული ხარ? შენს გვერდით ვარ. სანამ შენთან ვარ, ვერავინ ვერაფერს დაგიშავებს. შენი განაწყენების ნებას არავის მევცემ. მენდობი. კეთილი იყოს. მადლობა საღამო მშვიდობის. ალპ, კეთილი იყოს. კეთილი იყოს ქალბატონო ნევა. ფიქრობ უკეთესი იქნება თუ თქვენობით მიმართვა შევაშვებით, არა ნევა? Değil mi? Neva. Hoş geldin. კეთილი იყოს. მადლობა. რა ლამაზი ბეჭედი გაქვს. ალპ, ძალიან კარგი არჩევანია. როგორ ხარ ძმაო? კარგად არ. კეთილი იყოს. დიახ. ეს მენაშვილა. შენთან ისეთი რაღაცები გამოვიარეთ, რომელიც არც მე შემეფერება და არც ჩემს ოჯახს. მაგრამ მოდი ეს უსიამოვნებები დავტოვოთ და მომავლისკენ გავიხედოთ. კარგი? კეთილი იყოს.
Hoş bulduk. მადლობა. კეთილი იყოს, ავ. მადლობა, მამა. ბატონო ალფ, შესაძლებლობა არ მქონდა თქვენთვის მომელოცა. ახლა რადგან შემიძლია? გილოცავთ. Teşekkür ederim. მადლობა, ქალბატონო ეჯემ. Ayakta kaldınız. რატომ დგახართ? Buyurun. გთხოვთ, Buyurun şöyle გთხოვთ, მოდით. წამოდი. Yemek. როგორც კი ვახშამი მზად იქნება, სუფრაზე გადავალთ. Önden bir şey ვახშამზე რამე გინდათ? Neva? ნევა. არა, მადლობა. Ben ვიფიქრე, შენს საყვარელ შვილსაც მოიყვანდი, მაგრამ evliliğinizi როგორც kabul ჩანს, edemedim. თქვენი ქორწინება არ მიიღო. Hayl'in აი, ალს კიდევ ცოტა დრო სჭირდება. Tabii რა canım. თქმა უნდა, ძვირფასო. ბავშვს მომხდარი ძალიან გაუკვირდა. Bizim gibi. როგორც ჩვენ. მაგრამ მაგრამ მიეჩვევა, არის ნერვიულო. Biz bile daha ჯერ ვერც alışamadık. ჩვენ შევეგუეთ. Ilkas. არა, კასიმ. თქვენი გაუცების მე მესმის, მაგრამ ფიქრობ უკეთესი იქნება თუ შეეგუებით. ახლა უკვე ყოველთვის ერთად გვნახავთ. იამორ, კარგად მოვიქეცი, დედას რომ ვაპატია რა? დიახ, პატარა. ძალიან კარგად მოიქეცი. ახლა დედა შენი ძალიან ბედნიერი იქნება. ოჩაღი ხარ, მიდი. ბერკის მანქანა არაა? დიახ, ფიქრობ ესაა. ისაა. კარგია. Tut kız şunu. დამიჭირე. Ben sana benim ახლა გიჩვენებ ჩემთან თამაში რას ნიშნავს. დაიჭირე. მიიღე. ყველაფერი თავიდანვე უნდა მოგეყოლა. იამორ, რას აკეთებ? საყვარელო. საყვარელო, ბოდერს გიხდი. ვიცი, რასაც ვაკეთებ, ძალიან არასწორია. ვერც ვერაფერს მივხვდი. Aslında şöyle. საერთოდ. ასე ვთქვათ. მანქანის ფასადი ოდნავ შევცვალე. Çünkü bir რადგან arkadaşım მანქანის benim ფასადის için შეცვლა უფრო მარტივია, ვიდრე მისი მეპატრონის გარეგნობის შეცვლა, ჰაია. ბერკმა უკვე დიდი ხანია დაიმსახურა. Buna bak. მისმინე, Yaptığım kimseye არავის უთხრა, რომ söylemeyeceğim, მე tamam mı? გავაკეთე, კარგი? მიდი, წავიდეთ. Yağmur. იამო. კეთილი იყოს. მადლობა. Hoş geldin Hayal. Nasılsın? Ya sen როცა აქ არ ხარ ძალიან მოსაწყენია, იცი ეს? ჩემზე კმარა. ვიზიარებ. Geçmiş olsun sana. o ne demek? ეს რას ნიშნავს, ვერ გავიგე. არაფერი. იამურმა და შენ იჭუბეთ. ეს ვიგულისხმე. ცოტა ჯიუტია. ასე მარტივად არ შეგირიგდება, ახლა ვეგეტყვი. Sen merak არის ნერვიულო, მოვარბილებ. და კიდევ დედა არ გინახავს? Alp'le beraber დედა შენი ალფთან ერთად ბიძია კასიმთან სალახში მოწავიდა. ხედავ იამორ. ვცდილობ, მაგრამ გამუდმებით ჩემს გზაზე ალფია. მომხედავ. Alp çıkıyor karşıma. Gül ჩემს ანგელოს ოთახში დავალოდები. ben meleğimi Çavadi. odamızda bekleyeceğim. Tamam hadi. კარგი, git sen, წადი, geliyorum ახლავე ben. მოვალ. Yağmur იამორ, საერთოდ აი, ალს ალბათ ეძინება. ბატონო ბერკ, ამ კვირის ჯავშნებს გავეცანი, ორი გაუქმება იყო, შევავსეთ. Tamam. კარგი დაილოცოს შენი ხელები, მაგრამ სახლში როგორც ახლა უკვე გვიანია. ხომ არ წაგიყვანო? პრობლემა არაა, სახლი ახლოსაა, ტაქსით წავალ. მორგეობის შემდეგაც დარჩი. უკვე ძალიან გვიანია, წავიდეთ, მე წაგიყვან. İyi akşamlar. კარგი საღამო. Çıkalım. წავიდეთ. ბერკ. ბერკ, შეიძლება დავილაპარაკოთ. Biraz konuşsak. როგორც ჩანს, მიდიხართ არა? ამამშვიდობის. კარგი, რა თქმა უნდა, დავილაპარაკოთ ახლა გონჯას სახლში წავიყვან და მაშინ მე მოვა. მე ვილაპარაკოთ. მაშინ მე თუ ახლავე. მაგრამ როგორც მევხვდი, ტაქსით წასვლას აპირებდა, მართალია? თქვით რომ ტაქსით წახვიდოდით, მაგრამ თუ ამბობ რომ სახლში წაიყვან? ბატონო ბერკ, პრობლემა არაა, მართლა. როგორც უკვე გითხარით, სახლი ახლოს მაქვს, ტაქსით მივალ. გამამშვიდებისა, გამამშვიდობის. İyi geceler. გამომშვიდების. Evet. Ne ხა, konuşacağız o zaman? რაზე ვილაპარაკოთ?
თუ არ გინდა არ ვისაუბროთ ბერგ. ღმერთო, როგორც ჩანს ის მასზე ფიქრობ. კარგი. ჰაიალი მარტო დარჩა. წავა. გამემშვიდობის. ეს რა შუშია? საყვედურების დედოფალი. Buraya. ეს რა არის? Kim kırdı ya? მენის საწმენდი ვინ გატეხა? Korhan. ქორჰანი. Ya Korhan. ქორჰანმა ჩემი საწმენდი რატომ უნდა გატეხოს ღმერთო? İyi. კარგი. Meli iş başı. ანაშურიზების ანგელოზი საქმეს შეუდგა. İyi güzel. Yapmaz კარგი. inşallah. Hadi bakalım. ღმერთმა ქნას არიწვიმოს. ნევა, ჩვენ ცხოვრებაში მოულოდნელად შემოხვედი, მაგრამ შენზე არაფერი ვიცით. Senin hakkında hiçbir şey bilmiyoruz. Bize biraz მოგვიყევი kendinden შენზე. bahsetsene. şey არც კი ვიცი. bilemedim რა უნდა şeyler მოგეყვეთ? Ne bileyim. არ ვიცი. Mesela მაგალითად, bize შენს ailenden ოჯახზე მოგვიყევი. bahset. Hayattalar. ცოცხლები არიან, არა? არა. Ben küçükken ბავშვობაში kaybettim დავკარგე. amca. Beni anneannem დედის bakıyor. მხრიდან ბებიამ გამზარდა. ძალიან წუხარ. Demek senin ანუ de შენ zorlu სრთული küçük ბავშვობა çocukluğunda გქონდა. Alp'le გასაოცარია არა, რომ ალფსა და შენ ერთმანეთის ასე გესმით. როდის დაქორწინდით? evlendiniz? Birkaç hafta önce. რამდენიმე კვირის წინ. Peki ერთმანეთი ne zaman როდის tanıştınız? გაიცანით? Yani უნდა ვივარაუდოთ, დაქორწინება იმ მომენტში არ გადაგიწყვეტიათ, როცა ერთმანეთი პირველად დაინახეთ, არა? Herhalde. უნდა ვივარაუდოთ. Biziz. მე და ნევა უკვე 6 თვე ერთად ვართ. 6 ay. 6 თვე? 6 ay boyunca მაგრამ ამ 6 თვის განმავლობაში ნევაზე არაფერი გითქმს. Geçmedi ama. ჩემს პირად ცხოვრებას ყოველთვის მალავ ხოლმე ძმაო. Uyum ახალი არაფერია. tabii. ასე. Mahremiyet ესმის პირად ცხოვრებას ასეთ მნიშვნელობას რატომ ანიჭებ? bizden მაგრამ ვერ ხვდები ჩვენგან საიდუმლოდ რატომ დაქორწინდი. Yani რას და ვისგან რას მალავ? Kimseden bir şey saklamadım. არავის არაფერს უმალავ მამა. ეს გადაწყვეტილება ჰაიალის გამო მივიღე. არ გვინდოდა ვინმესთვის გვეთქვა, სანამ ჰაიალი კარგად არ გამიცნობდა, მაგრამ Maalesef. სამწუხაროდ სიტუაცია ასე არ განვითარდა. yani ანუ ამბობ რომ ხალხს, რომელიც ნებას უთვალთვალებს, ამ ქორწინებასთან კავშირი არ აქვს. Baba Neva'ya bu მამა tatsız. მახსოვს ნებას უთხარი რომ ამ უსიამოვნებას დაივიწყებდით. Çünkü bunları ამაზე defalarca უკვე ბევრჯერ ვილაპარაკეთ. konuşuyoruz. ვილაპარაკეთ, მაგრამ არაფერს გვაძლევს. Ben საინტერესოა ამ ქორწილის უტყუარობაში რატომ ვერ დავრწმუნდი. Seni ikna არ vicოდი რომ უნდა დამერწმუნებინე. Kasım კასიმ, lütfen. გთხოვ, bak kızım. მის მენიშვილო, შენთან პრობლემა მართლა არ მაქვს. ცხადი ახალი ცხოვრების დაწყებას ცდილობ. Sen kendine yeni bir hayat kurmaya çalışıyorsun. Alp'le ben ალფი და მე birlikte ახალი bir hayat ცხოვრების kurmaya დაწყებას çalışıyoruz. ერთად ვცდილობთ, ბატონო კასიმ. არა, ასე არ არის. Alp'le sen შენ და ოფი განსხვავებულები ხართ. belli ki ცხადია რომ განსაზღვრული მიზნები გაქვს, ama მაგრამ ალფი მშვიდი ბიჭია. çocuktur. Çalışkan. ის მშრომელი შრომის მოყვარეა, საქმეში წარმატებული. Çok güzel. პრინციპში კარგი მიზანია. ადექი. შენ თქვი არა? არასოდეს. არავისთვის არაფერი მithქვავს ბატონო ქორჰან. აბა გუშინდელი დღიდან სადიღავი დამლაშავე არ ვარ ბატონო. ალ ქარაჰუნმა დამიჭირა. თელეგრამის საწყოში დაგვირვების ქვეშ ვიყავი, რომ თქვენთვის არ შემეტყობინებინა. საქონელი სად არის ბიჭო? ალ ქარაჰუნთან. საიდუმლო განყოფილებები ნახა, რომლებიც სატვირთოებში დააყენეთ. გახსნა და საქონელი აიღო, მაგრამ სად წაიღო არ ვიცი.
ამ საქმეში ემირ ქარაჰუნი გარეულია ბიჭო. არ ვფიქრობ ბატონო ქორხან. გონე არაფერი იცის. სულელო. ალფ ქარაჰუნ. თუ თურქმელი არა მოგაგლიჯო. ქორხან ათეში არ ვიყავ. საერთოდ ქარაჰუნების ოჯახი ძალიან კარგი მიზანია. კარგი ოჯახი. ცნობილი ბრენდია. რა თქმა უნდა, ხალხი საერთოდ იმის მეუხედავად, რომ ამ მოულოდნელმა ქორწინებამ გამაოცა, თქვენს გამო ძალიან მოხარული ვარ. გულწრფელად ვამბობ. მაშინ იგივეს რატომ არ ვგრძნობ? კასიმ, ბავშვების ბედნიერება ჩვენი ბედნიერებაა. ალფი ჩემთვის ისეთივეა, როგორც ემირი. ორივე შვილით ყოველთვის ვამაყობდი. მადლობა დედა თურქან. თქვენი აქ დაპატიჟების მიზანი ასეთია. გვინდა რომ ჩვენთან გადმოხვიდეთ. Biz sizin yanımıza taşımanızı istiyoruz. არაფერს იტყვი კასიმ. ყველა ერთად ვიცხოვრებთ. პრობლემებს ერთად მოვაგვარებთ. უფრო უსაფრთხოდაც იქნებით. შენი პატარა საყვარელი შვილიც მშვიდ გარემოში გაიზრდება. არა ნევა. ასე ქარაჰუნების ოჯახთან ახლოს იქნები და მიზანს სწრაფად და უფრო მარტივად მიაღწევ. მიზანი რას ნიშნავს? ნევას რა მიზანი აქვს? არ ვიცი. ეს თქვენ უნდა მითხრათ. მაგრამ პირველი შეხვედრისას შეგვიძლია ასე ვთქვათ. ქარაჰუნების ოჯახის გვარის აღება და მთელ ცხოვრებაზე გარანტიის მიღება. ქალიშვილისთვის და თავისთვის ამ გვარით ახალი ცხოვრების აგება. როგორც ჩანს, ამაზე ფიქრი აღარ მოგიწევთ, მამა. ეს რას ნიშნავს? რადგან ნევას ქარაჰუნების გვარი არ ექნება. შორდებით? არა, რა თქმა უნდა არა. რა თქმა უნდა არა. როცა დღეს აქ მოვდიოდი, გადაწყვეტილი არ მქონდა ეს დოკუმენტები მომეცა თუ არა. ანუ გულში იმედი კიდევ მაქვს. მაგრამ ახლა მივხვდი, რომ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ეს რა არის? ადვოკატს დაველაპარაკე. ქარაჰუნების გვარს აღარ ვატარებ, მამა. შენს გვარზე უარს ვამბობ. ახლა დედას გვარს ვატარებ. ალფ ქარაჰუნ დაიღუპე. გაიგე? ბილეთი გამოგიწერა. ახლა ვერც მამიკო გადაგარჩენს და ვერც მისი სიმდიდრე. გაიგე? ბატონო ქორხან. ალფი და ნევამ საღამოს მამუში დაპატიჟეს. როგორ მოვიქცეთ? გეგმა შეადგინა ბედად. ალფ ქარაჰუნმა ხვალინდელი დღე არ უნდა ნახოს. როგორც მებრძანებთ. პრინც ალფ. რას ნიშნავს ეს? ჩემს გვარზე უარს ამბობ? ხვდები რას ამბობ? რა სისულელეებს იძახი? რა სისულელეს ამბობ? ამ საღამოს იმაზე ფიქრით მოვედი, რომ მომისმენდი. ჩემს გადაწყვეტილებას პატივსცემდი, მაგრამ შეცვლის სურვილი არ გაქვს, მამა, როგორც ხედავ. პატივი რომელ გადაწყვეტილებას უნდა ვცე? პატივი რომელ გადაწყვეტილებას უნდა ვცე? თითქოს საკმარისი არ არის, რომ დედა შენი მოიყვანე.
ახლა ქორწინებაზე ეს სისულელეც მოწვე. მამა გმარა. საკმარისია. ნევაწარადით, მივდივართ. არსად არ მიდიხართ, ადგილზე დარჩით. მამა გადაწყვეტილება მივიღე. ეს თავად არ მითხარი რომ სანამ შენს გვარს ვატარებ, შენი გადაწყვეტილებებით უნდა ვიცხოვრო. მეს არ მინდა. გასაგებია? რადგან ჩემს სოლს არ იღებთ. და ნევას ამ ოჯახის ნაწილად არ თვლით? არავის გეწყინოთ, მაგრამ ამ ოჯახის ნაწილი აღარც მე აღარ ვარ. ალფ. კასიმ. ალფ, ერთი წუთით მოიცადე, ასე არ შეიძლება. სახლში შევიდეთ, მამას კიდევ ერთხელ დაელაპარაკა, ეს პრობლემა მოაგვარე. არ მინდა ის ადამიანი ვიყო, რომელიც შენს ოჯახსა და შენ შორის ჩადგება. ნევა. ამ გადაწყვეტილებასთან კავშირი არ გაქვს, გასაგებია? მამას ჩემი ცხოვრების მართვა შეუძლია. შეიძლება მას წარსულში ხელი ვერ შეუშალე, მაგრამ ნებას არ მიუცენ იგივე გააკეთოს. შენს თავს ვერ წამართვევს. მის გამო ვერ დაგეკარგავ. ამიტომ შეიძლება ახლა აქედან წავიდეთ. ძალიან გთხოვ. ქარახუნების გვარი მის მხრებზე ტვირთია. ამას შეხედე. რაზე არ თქვით უარი, რომ ეს გვარი ეტარებინა? უმადური. ანუ იმაზე მეტი მნიშვნელობა მიანიჭეთ, ვიდრე იმსახურებდა. მაპატია კასიმ, მაგრამ შენი ბრალია. ძალიან გაათამამე. ძალიან. კასიმ. მამა, კარგად ხარ? კასიმ, კარგად ხარ? კი, კარგად ვარ. არ შემაშინო გთხოვ? კარგად ვარ მეთქი. კარგად ვარ. კარგად. დამტოვეთ. ბატონო ქორხან ალფმა მამა მოიდატოვა. ჩვენერია. მაშინ პრინც ალფთან და მშვიდობების დროც მოსულა. კასიმ, კარგად ხარ?
ნევა. Bu gece sen ეს აღამო შენთვის ძალიან რთული იყო, ვიცი. benim ჩემს გამო იმას მოусმინე, რასაც არ ემსახურებდი. როცა ამ გზაზე დავდექით, ორივემ ვიცოდით, რომ რთული იქნებოდა, მაგრამ ერთმანეთს დავპირდით. öyle bir zaman ჩემს ცხოვრებაში ისეთ დროს დაბრუნდი, როცა საბოლოოდ ყველაფერი აირია. არც კი ვიცოდი, როგორ გამკლავდებოდი. ახლა ეს კონცები ერთი მეორეს მიყოლებით იხსნება. იცი, ნევა, ეს შენი დამსახურებაც არის. ალპ, გოსმოდი. ალპ, გთხოვ, არ დამტოვო. სასწრაფოს გამოუძახეთ. დამეხმარეთ. ალპ. დამეხმარეთ. ნევა. ალპ. დამეხმარეთ. სასწრაფოს გამოუძახეთ, გთხოვთ. ალპ, თვალები გაახილე. ალპ.